მოგზოდ გამოშვება ამ წუთებში შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან განცხადებას აკეთებს ერთად მოვუსმინოთ რის თქმას სურს ნათელაშვილს. პირაცხოვლობას ბედნიერი ყოფილიყოს და უღრუბლო გზა საქართველოს მომავალი განვითარებისა. ალბათ იცანით ჩვენ ვდგავართ პუტინის პირადი ჯალათის საქართველოს დიქტატორ ბიძინა ივანიშვილის სასახლის ჭიშკართან, რომელმაც ყველა უბედურებასთან ერთად თავი იმითაც გამოიჩინა, რომ გადაავსო პოლიტიკური პატიმრებით ციხეები და რაოდენობა ისეთია, რომ სოფლოს ყველა დიქტატორს ამ წუთში ერთდროულად არ ყავს ამდენი პოლიტრეპრესირებული და აგრძელებს მათი რაოდენობის გაზრდას და ხვალ შეიძლება მიემატოს პოლიტპატიმართა რიგებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშხა ჩხარტიშვილი, რომელმაც 152 ჯერ გადაკეტა რუსთაველის პროსპექტი კონსტიტუციიდან გამომდინარე უფლებებიდან, რადგან მთელ მსოფლიოში ასე იკეტება გზები თეთრსახთან, რამბუიესთან და ყველა საპრეზიდენტო რეზიდენციასთან, თუ რა თქმა უნდა იქ არ არის ირანი ან ჩრდილო კორეა. მე მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი. ხელი აიღოს მისი პირადი განკარგულება, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დააპატიმროს. პირადი მისი განკარგულება, რადგან ვერ პატიობს იმ გამოჩენილ სუპერაქტიურობას, რუსთაველის გადაკეტვას და რა თქმა უნდა ასევე ძაღლის ნაკბენივით ახსოვს მის მიერ მისივე ფიტულის დაწვა შეკვეთილში და აგრეთვე დაბადების დღეზე ნეხვის ტორტის გაგზავნა. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე იოლის საჩუქარია, რასაც ქართველი ხალხი უპირებს ბიძინა ივანიშვილს და რაც ძალიან მალე მოხდება. ამიტომ იფიქროს მომავალ საკუთარ სასამართლოზე და პასუხისგებლობის შემამსუბუქებლებ გარემოებებზე. გაანთავისუფლოს ყველა პატიმარის სასწრაფოდ, არ გაბედოს კიდე მათი რაოდენობის გაზრდა და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩაალაგოს გუდანაბადი და წავიდეს პოლიტიკიდან, სადაც მისი ყოფნა გახდა ქვეყნისთვის საბედისწერო. მე გადავცემ სიტყვას ბატონ ლაშა ჩხარტიშვილს. პირველ რიგში სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და თავისუფლება დამხობა რეჟიმს, არა ბიძინა რუსის დიქტატურას. შეაშინონ დაჭერებულ ისინი, ვინც შეუშინებიათ აქამდე სამ რეჟიმს ვებრძოდით, 15 პოლიტპატიმრობა იქნება და რა თქმა უნდა ვერც ამით შემაჩერებენ და ყოველას მოუწოდებ. ყოველას ვერ დაგვიჭერენ, ამიტომ უფრო უნდა გავზარდოთ აქტიურობა რუსთაველის გამზირზე და ზოგადად თელ საქართველოს მასშტაბით, რათა დავასრულოთ საქართველოს უპროტესი მტრის ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, რომელსაც უნდა საქართველოს ქართველების გარეშე და თელი სოფლიო და ყველა ქვეყნიდან აქ ასახლოს მოსახლეობას და ჩვენს იძულებით გადასახლებას აპირებს. ჩვენ მისთვის დასატოვებელი ან ვინმესთვის ქვეყანა ეს იყო პირდაპირ ეთერი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრიდან, სადაც განცხადებას ამ წუთებშიც აკეთებენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერები.